ბლოკი ქართული ოცნების ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები ოფიციალურად დაიწყო. დღეს სულხან მახათაძემ შეხვედრები მოსახლეობასთან კაცხისთემის ორ სოფელში, ნავარძეთსა და კაცხში გამართა. სოფლის წყლები ჩვენ ახლა გეგმავთ რომ მუნიციპალიტეტში, თვითონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შევქმნათ ცალკე ორგანიზაცია, რომელიც წაიგებს დღიანობაში სოფლის წყლებს. ანუ სოფლის წყლები გახდება უშუალოდ მუნიციპალიტეტის ვალდებულების ქვეშ. პირველი შეხვედრა სოფელ ნავარძეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შედგა. ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი პროგრამა გააცნო. პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. პირველი და აუცილებელი ამ სოფლისთვის არის ის გაზი, რომელიც 1 კილომეტრში არ არის კიდე მოყვანილი და იმის აქეთ პრობლემა არ იქნება, რომ დაგვეხმარონ და გაზი გამოგვიყვანონ და მეორე წყალი, დასალევი წყალი არ აგვაქვს, ნიაღვარი ჩადისში ისეთი მოდის, რომ გაავდარდება. ისეთი წყალი მოდის, რომ იმის დალევა ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება. ნავარძეთის მოსახლეობის მსგავსად ქართული ოცნების პროგრამას დღეს კაცხის მაცხოვრებლებიც გაეცნენ. აქ ადგილობრივებმა წყლის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება და გამგებლობის კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაში მისი მოგვარების თხოვნით მიმართეს. და ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის მით უმეტეს ესეთი ისტორიულ სოფელში წყლის პირველ რიგში. დაპირებები მივიღეთ ძალიან ბევრ რამეზეც, მაგრამ რა ვიცი, იმედია რომ შეგვისრულებენ. სულხან მახათაძემ ორივე სოფლის მოსახლეობას კაცხისთემის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. ქართული ოცნების სახელით ამ პოსტის მოსაპოვებლად ამჟამინდელი დეპუტატი რომან მუმლაძე იბრძოლებს. მე ჩემი დანიშნულება საკრებულოს წევრობის შემთხვევაში ის არის, რომ ყველა საკითხი მივიტანო საკრებულოში კომისიებზე და დადგეს აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე შესრულების თვალსაზრისით და მისი კონტროლი. ახლა ყველა საკითხი აბსოლუტურად რაც არის გლობალური თუ მცირე, ყველა საკითხი იქნება მიტანილი კომისიებამდე და მე იმის მერე გადაწყვეტილება შეძლების და მიხედვით მოხერხდება. ბლოკი ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი სულხან მახათაძე გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერას დაპირდა. ეს პრობლემები როგორც დღემდე მოქმედ გამგებელს მე ძალიან კარგად ვიცი მოსახლეობიდან უკვე და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ თუ რა აწუხებს მათ. რა თქმა უნდა ჩვენი პრიორიტეტი იქნება ყოველთვის ის, ვის უფრო მეტად ჭირდება დახმარება და რა უფრო სწრაფად მოითხოვს გადაჭრას და გვერდში დგომას. პრობლემები მართლაც ბევრია, მაგრამ მთავარი არის რომ ერთად დგომა მთავარი არის ის რომ ყველაფერი ეს მივიყვანოთ სისრულეში და წავალს ამჯერავს რომ ჩვენი მოსახლეობის ხარდაჭერა იქნება მაქსიმალურად დიდი და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე რომ მათ არ გაუცვლებთ იმედებს. დღესვე ანალოგიური შეხვედრა სულხან მახათაძემ სოფელ დიდკაცხში გამართა.